გამარჯობა. დღეს ბარბარობაა და ყველას გილოცავთ ამ ძალიან ლამაზ და კეთილ დღესასწაულს. აგერ კარზე მოგვადგება მალე 25 დეკემბერიც, ქრისტეშობაც, შემდეგ ახალი წელი და დღეც დაიწყებს მომატებას 25 დეკემბრიდან, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად, ჩვენ ვიყოთ ხალისიანად და აუცილებლად ყველაფერი გამოგვიო. დღეს საკმაოდ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ეს თემა არ არის მთლად ადვილი და დღესასწაულისთვის შესაბამისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან საინტერესოა და ასევე საჭირო როტოც. ამიტომ გთხოვთ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. დღეს 17 დეკემბერს ჰამბურგში არის უჩვეულო სითბო. 12 გრადუსია, მაგრამ უბერავს საკმაოდ ძლიერი ქარი. რომელსაც როგორც ჩანს ეს სითბო სადღაც დასავლეთიდან მოაქვს გოლფსტრიმის დინებიდან. ეს ანომალიური ამინდია ჰამბურგისთვის, მოგეხსენებათ ჰამბურგი საკმაოდ ჩრდილოური ქალაქია და ასეთი ამინდები გაგრძელდება რამდენიმე დღე. მართალია, როგორც თქვი, რეალურად თბილა, მაგრამ ეს ქარი ყველაფერს აფუჭებს და სხვათაშორის დღეს უყურებდი, რომ ბალტიის ზღვაზე, რომელიც ჩვენგან არც თუ ისე შორს არის, თითქმის გრიგალისებური ტიპის ქარიშხალი მძვინვარებს, ასე რომ ბუნება იცვლება, როგორც მე ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს ვიდეოებში, ჩვენ კიდევ ბევრ სიურპრიზს გვპირდება იგი და ამ სიურპრიზებისთვის მზად უნდა ვიყოთ როგორც ჩვენ, კერძოდ ჩვენ და პირადულად, ასევე რა თქმა უნდა ის ქვეყნები, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ძლიერი შტორმი იყო გუშინ წინ ასევე შავ ზღვაზეც. კერძოდ შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გასაყარზე ქერჩის სრუტეში, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს რუსეთს და რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებულ ყირიმს. აზოვის ზღვა ისევე როგორც შავი ზღვა გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდა წარმონაქმნია და როგორც ვარაუდობენ, იგი 6000 წლის წინ შეიქმნა მას შემდეგ, რაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა, ყინულებმა დნობა დაიწყეს, ოკეანის დონემ აიწია და უკვე ზიარჭურჭელთა კანონის თანახმად დაიწყო შავი ზღვის შევსებაც ბოსფორის სრუტიდან. შავი ზღვა მანამდე გახლდათ ჩვეულებრივი მტკნარი ტბა, რომელიც თანდათან გამარილიანდა და სხვადასხვა ვინც ხართ ხმელთაშუა ზღვაზე დამყოფი, მოგეხსენებათ, რომ იქ გაცილებით მარილიანია წყალი ვიდრე შავ ზღვაში. მოხდა მისი დონის აწევა და ამ დონის აწევასთან ერთად გაჩნდა სრუტე, რომლის საშუალებითაც უკვე შავი ზღვის წყალი გადავიდა აზოვის ზღვაში. საკმაოდ რთული გეოგრაფია აქვს ამ ადგილს. შავი ზღვის წარმოქმნის და მისი ისტორიის შესახებ მე საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრე ამ ვიდეოში და ამიტომ გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახოთ და იქ თქვენ გაიგებთ თუ რა უნიკალური სანაპიროს პატრონები ვართ. როგორც უკვე თქვი, ქერჩის სრუტე რთული გეოგრაფიული გარემოთი გამოირჩევა, იგი საკმაოდ ვიწროა, იგი თავთხელია და მოგეხსენებათ, თავთხელში ტალღების ზომა შტორმისას გაცილებით დიდია და ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივ ღრმა წყალში. 2007 წელს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ვოლგა ნეფტ 219-მა. ეს გახლავთ ნავთობმზიდი ტანკერი, რომელიც ეს ჯგუფი არის მთელი გემებისა, რომლებსაც გადააქვთ ნავთობი. იგი უბრალოდ შუაზე გადაიხსნა და 2000 ტონა მაზუთი ჩაიღვარა ქერჩის სრუტეში. ამან გამოიწვია ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფა, იმიტომ რომ თვითონ აზოვის ზღვაც და ქერჩის სრუტეც ძალიან სათუთი არის ეკოლოგიური თვალსაზრისით, რადგანაც ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მათში არ ხდება ისეთი მიმოქცევა წყლის, როგორც დანარჩენ შავ ზღვაში, ამიტომ მთელი ეს მაზუთი, რომელიც მოგეხსენებათ, უფრო მძიმეა ვიდრე წყალი, დაილექა ფსკერზე და აქ მან მთელი ეკოსისტემა გაანადგურა. მოგეხსენებათ, რომ ფსკერზე არიან ბაქტერიები, ბაქტერიებით იკვებებიან სხვადასხვა მცირე ზომის ცხოველები, კერძოდ პლანქტონი, პლანქტონით იკვებებიან თევზები, თევზებით იკვებებიან დელფინები, ბოლო-ბოლო თევზებით ვიკვებებით ჩვენც. აი ეს ჯაჭვი გაწყდა, როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით 20-25 წელი დაჭირდება, რომ ამ ეკოსისტემამ თავი აღიდგინოს.
ქერჩის სრუტის სანაპიროებზე განლაგებული არის პატარ-პატარა სოფლები და ქალაქები და მე ერთ-ერთ ასეთ სოფელში 2 წლის განმავლობაში მომიწია ექსპედიციაში ყოფნა, სახელიც კი მახსოვს არშინცევო ერქვა ამ სოფელს და ეს მეთევზეების სოფელი იყო და ფაქტიურად მთელი მოსახლეობა თავს იჩენდა მეთევზეობით. 1986 წელი იყო, როდესაც მე ბოლოს ჩავედი აქ, ახალი მომხდარი იყო ჩერნობილის კატასტროფა, მეთევზის დღე იყო ასეთი, ვისაც საბჭოთა კავშირში არ გიცხოვრიათ, არ გეცოდინებათ, რომ საბჭოთა კავშირში თითქმის ყოველი დღე რაღაცა პროფესიისადმი იყო მიძღვნილი, იყო იქ შახტიორების დღე, მეთევზის დღე, კოსმონავტის დღე, ასენიზატორის დღე, მოკლედ თუ კი რამე პროფესია არსებობს, ყველა დღე იყო და ყველა ამ დღეს იმ პროფესიის ხალხი როგორც წესი ქეიფობდა ხოლმე და მოკლედ ამ მეთევზის დღეზე ქალაქის მერმა ქალაქკომის დივანი საზეიმო გახსნაზე გამოაცხადა, რომ მოკლედო წელსო მოერიდეთო თევზის დაჭერასო, იმიტომ რომ ეს ის წელი იყო, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. მაშინ მე რა თქმა უნდა არ ვიცოდი და არც არავინ იცოდა, რომ ჩვენი წამოსვლიდან ზუსტად 2 კვირაში დაახლოებით ამ ადგილებში შავ ზღვაზე მომხდარი კატასტროფებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კატასტროფა მოხდებოდა. ამაზე ცოტა ქვემოთ. გუშინ წინ კვლავ ძალიან სერიოზული ავარია. იმავე ადგილას, იმავე ფირმის, ანუ ვოლგანეფტის 2 ტანკერი დაზიანდა. ერთი სრულიად გადაიხსნა შუაზე და დაახლოებით 4200 ტონა მაზუთი ზღვაში ჩაიღვარა. ეს 17 წლის წინანდელზე გაცილებით დიდია რაოდენობა ჩაღვრილი მაზუთისა და იგი ალბათ სერიოზულ კატასტროფას გამოიწვევს და თუ რა შეიძლება მან გამოიწვიოს და რამდენად შეგვეხება იგი ჩვენ, ამაზე მე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი მინდა გიამბოთ რამდენიმე საზღვაო კატასტროფის შესახებ, რომლებიც შავ ზღვაზე მომხდარა. შავი ზღვა მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი ზომის, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ჭირვეულია. აქ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე შტორმი. ბოლო დროს კი ამ კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ამ შტორმების რაოდენობამ იმატა მათმა სიმძლავრემ და ჩნდება ისეთი მოვლენებიც კი, რომელიც ადრე ამ ზღვისთვის დამახასიათებელი არ იყო, ეს გახლავთ ქარბორბალა. ზოგადად გლაციოლოგების, ჰიდროგრაფების და ოკეანოლოგების გრძელვადიანი პროგნოზი ზღვებთან დაკავშირებით საკმაოდ პესიმისტურია, იმიტომ რომ დათბობასთან ერთად მოხდება ყინულების დნობა, რომლებიც გახლავთ რეზერვუარები წყლის. ყინულების დნობა გამოიწვევს ოკეანის დონის აწევას, ოკეანის დონის აწევა კი ავტომატურად გამოიწვევს შავი ზღვის დონის აწევასაც. ასევე რა თქმა უნდა გაძლიერდება შტორმები, გაძლიერდება და უფრო ხშირი გახდება ქარბორბალა. აქ მე მახსენდება, არ ვიცი ახლა არსებობს თუ არა კიდევ ის პროექტი, როდესაც ბათუმში ხელოვნური კუნძულის გაკეთებას აპირებდნენ. არ ვიცი ეს ვის წაადგება ფინანსურად ალბათ უფრო, მაგრამ დარწმუნებით კი შემიძლია ვთქვა, რომ მას იგივე ბედი ეწევა, რაც აი თქვენ რომ ქვიშისგან რაღაც ციხესიმაგრეს ააშენებთ ხოლმე სანაპიროზე და პირველი ტალღის დარტყმის შემდეგ რომ იგი ქვიშად იქცევა კვლავ და ქრება. ძველი ბერძნები შავ ზღვას აქსინოს პონტოს უწოდებდნენ, რაც თარგმანში ნიშნავს არასტუმართ მოყვარე ზღვას. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური ხანის ბერძნები ხმელთაშუა ზღვის ზღვაში საკმაოდ აქტიურად დაცურავდნენ, ფაქტიურად მათ მთლიანად ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვა შესწავლილი, შავ ზღვაში შემოსვლას მაინც ერიდებოდნენ. იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ბოსფორის და დარდანელის სრუტე ჰქონდათ მათ გასავლელი და ეს სწორედ სილას და ჰარიბდას მითი მოგეხსენებათ, როგორც ვარაუდობენ, სწორედ ბოსფორის სრუტე არის აქ აღწერილი, როდესაც ორი კლდე ერთმანეთს ეჯახება. მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც ბერძნებმა აქტიურად დაიწყეს შავი ზღვის სანაპიროს ათვისება და კერძოდ მაგალითად საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ორი დიდი დასახლებული პუნქტი იყო ფაზისი, დღევანდელი ფოთი და ასევე დიოსკურია, სოხუმი. შემდეგ რა თქმა უნდა ეს იყო ოდესა, ფეოდოსია, ყირიმის ნახევარკუნძული და ასე შემდეგ იქ ყველგან უამრავი კოლონია გაჩნდა ბერძნული. ისინი ვაჭრობით იყვნენ რა თქმა უნდა დაკავებულები, საქართველოსთან მათ კერძოდ გახქონდათ თაფლი, ხეტყე და ოქროც. ძალიან საინტერესოა ვინც ხართ სოხუმში ნამყოფი, ან სოხუმელები ვინც ხართ, იქ პორტთან არის
სწორედ ამ ჩაძირული დიოსკურიის ნაშთები შეგიძლიათ დაინახოთ ზემოდან. ეს კოლონია ატარებდა ძმები დიოსკურების სახელს, ესენი გახლდათ კასტორი და პოლიდევკი. მე კი ცოტა გადაუხვიე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა ოდითგანვე წარმოადგენდა სავაჭრო კომუნიკაციების ძალიან კარგ საშუალებას სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. თანამედროვე დროს მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ერთიათად არის გაზრდილი და თვითონ შავი ზღვის ქვეყნები, როგორც ასეთი, ეკონომიკურად საკმაოდ ძლიერი ქვეყნებია, მათი დიდი ნაწილი და დიდი რაოდენობით მოძრაობს როგორც გიგანტური ტანკერები, ასევე სამხედრო გემები და წყალქვეშა-ნავებიც კი. პირველი სერიოზული კატასტროფა, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გახლდათ თბომავალი რიონის ჩაძირვა. რიონი 1916 წელს სოჭის ნაპირებთან შტორმის დროს ჩაიძირა და ეს გახლდათ სატვირთო სამგზავრო გემი, რომელსაც ძირითადად სამხედროები გადაყავდა იმ მომენტში და გადაქონდა სამხედრო ტვირთი. მოგეხსენებათ, ამ დროს ევროპაში და მათ შორის რუსეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მსხვერპლი საკმაოდ დიდი იყო, როგორც ვარაუდობენ 120 კაცამდე. ამ გემის შესახებ მე ბევრი ვეძებე, მონაცემები უფრო დაწვრილებითი, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენებ. შემდეგ რამდენიმე წყარო მიმითითა, რომ უბრალოდ არ არსებობს მასზე ესეთი დოკუმენტური, კარგად დასაბუთებული მასალა იმის გამო, რომ მოგეხსენებათ 1916 წელი რა წელიც არის, ეს არის ომის წელი და პარალელურად ერთ წელიწადში მოდიან ბოლშევიკები, აწყობენ გადატრიალებას. ამ დროს, რა თქმა უნდა, ეხა რიონისთვის არავის ეცალა და არც ხომალდის ბედი აღელვებოდათ დიდად და მით უმეტეს მასზე დაყუპული ათეულობით ადამიანის. 1941 წლის 6 ნოემბერს სევასტოპოლთან, ესეც ძველი ბერძნული სახელია, სევასტოპოლისი იყო ეს თავის დროზე, საკმაოდ დიდი პორტი. 1928 წელს აგებული დიდი ზომის გემი არმენია გადის სევასტოპოლის პორტიდან. სევასტოპოლი უკვე გერმანელების ალყაშია მოქცეული და ამ ქალაქში მდებარე ყველა ჰოსპიტალიდან შეკრიბეს დაჭრილები, დატვირთეს ამ გემზე, შემდეგ გემი შევიდა იალტაში, სევასტოპოლიდან. იქ აიყვანა პიონერთა ბანაკი არის ასეთი არტეკი, მის თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი, გავიდნენ იალტიდან და მიდიოდნენ სოჭისკენ. როგორც უფრო უსაფრთხო ადგილისკენ. ამ დროს ციდან დაეშვა იუნკერსი, ნაცისტების თვითმფრინავი, არმენიაზე 2 დიდი ზომის ჭურვი ჩამოაგდო. გემის აგონია დიდხანს არ გაგრძელებულა და იგი ზუსტად 4 წუთის შემდეგ ჩაიძირა. ჩაიძირა და თან გაიყოლა ბოლო მონაცემებით 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე. ეს ყველაზე მასშტაბური კატასტროფაა თავისი მსხვერპლის რაოდენობით, თუ კი რამე მომხდარა ოდესმე დედამიწის ზურგზე ნაოსნობის პერიოდში. ახლა ბევრი ბჭობს ჰქონდათ თუ არა უფლება გერმანელებს დაებომბათ გემი, რომელსაც გადაყავდა დაჭრილები. საქმე იმაშია, რომ სტალინმა თავის დროზე უარი თქვა საერთაშორისო კონვენციაზე ხელის მოწერაზე. კონვენციის მთავარი პირობა იყო, რომ სამხედრო ტყვეები არ უნდა დაქვემდებარებოდნენ წამებას, ისინი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ სითბოთი, ჰიგიენური პირობებით, ტანსაცვლით და საკვებით. სტალინმა ამას ხელი არ მოაწერა და ტყვეები ზოგადად ითვლებოდნენ საბჭოთა კავშირში მოღალატეებად. ბიზაჩემის მონაყოლიდან ვიცი მე პირადად, რომ იგი აუშვიცის, იგივე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის, ამ საშინელი ბანაკის ტყვე იყო, 4 წელი გაატარა მან აუშვიცში და რადგან საბჭოთა ტყვეები არ ექვემდებარებოდნენ აი ამ საერთაშორისო კონვენციას, ფაქტიურად დიდი ნაწილი მათი შიმშილით მოკვდა. მაშინ როცა თქვა ამერიკელები, ფრანგები, ბრიტანელები, რომლებიც ტყვეებად იყვნენ ამ ბანაკებში, მათ მოსდიოდათ წითელი ჯვრიდან საკვები, ტანსაცმელი და ბიზაჩემი არქიტექტორი იყო, ძალიან კარგად ხატავდა და იგი რაღაც პორტრეტებს აკეთებდა ამ ტყვეების, სხვათა შორის გერმანელი ოფიცრებისაც და აი ამ ნახატებში ცვლიდა, ამ ნახატებს ცვლიდა საკვებში და ამით გადაირჩინა თავი. აუშვიცის ბანაკი, როდესაც გაათავისუფლეს მოკავშირეებმა, ბიზაჩემმა მოითხოვა, რომ იგი საბჭოთა
კავშირის ჯარებისთვის გადაეცათ და ძალიანაც მიქარა, იმიტომ რომ იქედან, აი პირდაპირ აუშვიციდან იგი პირდაპირ გაამგზავრეს უკვე ციმბირის ბანაკებში, საიდანაც 5 წლის შემდეგ დაბრუნდა იმ დროს, როცა მას უკვე აღარავინ ელოდებოდა, იმიტომ რომ ომი უკვე ძალიან დიდი ხნის დამთავრებული იყო. მართალია თემას გადავუხვიე, მაგრამ ამასთან კავშირში, ანუ რატომ დაიბომბა და იყო თუ არა ოფიციალურად სამხედრო სამიზნე არმენია გერმანელებისთვის. აღმოჩნდა რომ იყო. იმიტომ რომ გემებს, რომლებსაც გადაყავდათ დაჭრილები, გემბანი უნდა შეეღებათ თეთრად ზემოდან, რომ ავიაციას დაენახა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო მასზე დიდი ზომის წითელი ჯვარი გამოსახული. არ უნდა ყოფილიყო გემზე არანაირი შეიარაღება და არ უნდა ყოლოდა მას თანხლები, სამხედრო გემები თუ თვითმფრინავები. ყველაფერი ეს ამ შემთხვევაში დარღვეული იყო. თვითონ გემზე იდგა რამდენიმე საზენიტო დანადგარი და ტყვიამფრქვევი, გემს კონვოირებას უწევდა 2 სამხედრო კატარღა და ასევე 2 გამანადგურებელი. და სწორედ ამიტომ ახლა ითვლება საერთაშორისო კანონმდებლობით, რომ გემი წარმოადგენდა სამწუხაროდ კანონიერ სამხედრო სამიზნეს. 1986 წელია, აი ეს წელი სწორედ როდესაც მე ქერჩი ვიყავი. საბჭოთა კავშირი რაღაც განახლებული ხდება ამ წელს, ქვეყნის სათავეში აი მარაზმატიკი ბებერი პარტიული ნომენკლატურის მაგივრად მოვიდა ახალგაზრდა ენერგიული გორბაჩოვი, რომელმაც გამოაცხადა პერესტროიკა, გლასნოსტი, უსკარენიე, ვისაც არ გახსოვთ, ეს ანუ გარდაქმნა, აჩქარება, ღიაობა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკა ფაქტიურად ჩამოშლილია და როგორც მას რეიგანმა უწოდა ეს ბოროტების იმპერია სულ ზღაფავს. სხვა შორის ეს პერიოდია ფულიც რომ ქონოდა, ვერც ვერაფერს იყიდიდი და ერთადერთი ქალაქი იყო, სადაც რამის ყიდვა შეიძლებოდა, ეს იყო მოსკოვი. 86 წელი სხვათა შორის კიდევ იყო ჰალეის კომეტის გამოჩენის წელი. ეს მოგეხსენებათ არის ყველაზე პოპულარული და ცნობილი პერიოდული ციური სხეული, რომელიც ყოველი 79 წლის შემდეგ ბრუნდება დედამიწასთან და მისი დანახვა ძალიან კარგად შეიძლება და მართლაც რამდენიმე თვის განმავლობაში კომეტა ძალიან თვალხილულად ეკიდა ღამის ცაზე. ყოველთვის ამ კომეტის მოსვლას აბრალებდნენ ხოლმე სხვადასხვა კატასტროფებს. და მოგეხსენებათ 1986 წელი არის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფის ჩერნობილის სადგურის, ატომური სადგურის აფეთქების წელი და ამის შესახებ მე საკმაოდ დაწვრილებითი ვიდეო მაქვს და ნახეთ ამ ბმულის მიხედვით. არ გასულა 4 თვე ამ კატასტროფიდან და 29 აგვისტოს ოდესის პორტიდან საბჭოთა სამგზავრო ლაინერი სახელად ადმირალ ნახიმოვი გადის. ამ ხომალდ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. იგი 1925 წელს აშენდა ჰამბურგის გვერდზე მდებარე ულამაზეს ქალაქ ბრემენში, უпроსორად ბრემენჰაფენში, ეს არის გახლავთ ბრემენიდან ოდნავ მოცილებული საპორტო ქალაქი, რომელშიც ასევე არის ვერფები, ანუ გემსაშენი ქარხნები. ეს გახლდათ იმ პერიოდისთვის ტიტანიკის შემდეგ, ტიტანიკი უკვე დაძირულია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამგზავრო გემი. საოცარი კომფორტია შიგნით, არის უკანასკნელი ტექნიკური გამოგონებებით სავსე, ეს არის კონდიციონერება, ჰაერის იქნება თუ მუსიკალური აპარატები და კაზინოები და მოკლედ გემი არის ფეშენებელური და პირველად იგი გადის 1926 წელს ჰამბურგიდან ნიუ-იორკამდე, ნიუ-იორკიდან ჰამბურგში ბრუნდება და ეს მისი პირველი გასვლაა და მდიდარი ხალხი მოგზაურობს ამ გემით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი ჰოსპიტალად არის გადაკეთებული და 1945 წელს იგი მინას ეჯახება, უკვე მიწურული არის ომის და იძირება. 1948 წელს იგი საბჭოთა კავშირს გადაეცა ეს დაძირული გემი რეპარაციების წესით და იწყება მისი გარემონტება. გარემონტების დამთავრებას ცოტაღა აკლია, რომ დივერსანტებმა მასში დაამონტაჟეს ნაღმი აფეთქდა და გემი მეორედ ჩაიძირა. იგი კვლავ ამოიღეს და თავიდან ბერლინის სამგზავრო ლაინერი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ უნდა ყოფილიყო, სუფთა საბჭოური გამოყენება მოუძებნეს მას. დასავლეთ ნაწილიდან საბჭოთა კავშირის ამ გიგანტური ქვეყნის
შორეულ აღმოსავლეთში უნდა გადაეყვანა მას პოლიტპატიმრები. მაგრამ ამ დროს უკვე სტალინი იმ ქვეყანას მიდის და გემს ეს ფუნქცია ეკარგება, იმიტომ რომ მოიხსენებათ უკვე უკანონო დაპატიმრებული ადამიანების რეაბილიტაცია მოხდა და მათი მასიური გამოშვება კოლონიებიდან და გემი კვლავ უბრუნდება თავის პირვანდელ ფუნქციას, ანუ მას აკეთებენ როგორც სამგზავრო ლაინერს. მაგრამ ეს რომ დაებრუნებინათ მისთვის ამისთვის საკმაოდ სერიოზული ჩარევა იყო საჭირო და როგორც ერთ-ერთი რუსი პრემიერ-მინისტრი იყო და როცა რამეს ვაკეთებთო გვინდაო რომ კარგად გამოვიდეს, მაგრამ როგორც წესი გამოგდის ისე, როგორც გამოგდის ხოლმეო და როგორც ჩვენ გვჩვევიაო, ანუ ცუდად. გემს არქმევენ სახელად ადმირალ ნახიმოვს. აღმოჩნდება, რომ პირველივე რეისში ილუმინატორებიდან წყალი შემოდის, ქვედა პალუბებში ვენტილაცია არ არის, პატარა შტორმის დროსაც კი თავის კამები ან მაგიდებიანად ყველაფერი აქეთ-იქეთ დადის, რესტორნებში და ბარებში იმდენად დახუთული ჰაერია, რომ ხალხი მხოლოდ 15 წუთი ძლებს და შემდეგ უკვე გემბანზე, ანუ პალუბაზე გადის, რომ ჟანგბადი ჩაისუნთქოს და კიდევ ერთი მომენტი, გემი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა პორტში ვერ შედიოდა ბოლომდე, ამიტომ იგი რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში დგებოდა რეიდზე და უკვე მგზავრები ხმელეთზე გადმოყავდათ კატარღების საშუალებით. საკმაოდ დისკომფორტული სიტუაცია, ანუ არანაირად არ შეესაბამება იგი არანაირ თქვათ დასვენებით ან კრუიზულ სტანდარტებს. შემდეგ ადმირალ ნახიმოვი გადასცეს უკვე საკავშირო დაქვემდებარებიდან უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და კიეველებმა იგი მეტნაკლებად მოიყვანეს აზრზე და საკმაოდ კარგი რესტავრაცია ჩაუტარეს მას და აქედან გამომდინარე გემი უკვე საკმაოდ პრესტიჟულ დასასვენებელ ადგილად იქცა და მასზე ბილეთები შოვნა საკმაოდ რთული იყო. ამას მე როგორც ბათუმელი ისე გეუბნებით, სადაც ადმირალ ნახიმოვის პორტში შემოსვლა მოვლენა იყო ხოლმე. ნახიმოვი ძირითადად შავ ზღვაში მოძრაობდა და მისი კრუიზი გახდა ოდესიდან სოჭის გავლით ბათუმიდან იგი ბრუნდებოდა უკან და ეს ყველაფერი 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აი სწორედ 1986 წლის 29 აგვისტოს ლაინერმა ოდესის პორტი დატოვა და 7 დღიან კრუიზში, ამჯერად 7 დღიან კრუიზში გაემგზავრა, იგი სოჭამდე უნდა ჩასულიყო და უკან დაბრუნებულიყო. გემზე ოფიციალურად იმყოფებოდა 1253 ადამიანი, მაგრამ ვისაც საბჭოთა კავშირში იცხოვრიათ, ალბათ გახსოვთ, რომ ქრთამი ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ კუთხეებსაც კი ანათებდა და ამიტომ ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის, თუ რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ამ გემზე. ნახიმოვი უკვე მეორე დღეს შედის იალტის პორტში, აქ იგი იმატებს მგზავრებს და მათი რაოდენობა 1300-მდე იზრდება. 31 აგვისტოს კი ნახიმოვმა უკვე ნოვოროსიისკის პორტში ჩაუშვა ღუზა. მგზავრები ნაპირზე ჩავიდნენ ნოვოროსიისკის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და გემი იმავე საღამოს ზუსტად 22 საათზე უნდა გავიდეს პორტიდან. მაგრამ გემი გასვლას იგვიანებს, ამ დაგვიანების მიზეზი კი აღმოჩნდა ძალიან ბანალური. გემი ელოდებოდა კგბ-ს გენერალს, მის ქალიშვილს და შვილიშვილს და სწორედ ეს 10 წუთიანი სხვაობა, ანუ 22 საათზე უნდა გასულიყო გემი და გავიდა 22 საათსა და 10 წუთზე, გახდა აი იმ საბედისწერო ტრაგედიის ერთ-ერთი წინაპირობაც. გემზე საკმაოდ სადღესასწაულო განწყობა, იმიტომ რომ კიდევ ერთი პროფესიული დღესასწაული აღინიშნება, ეს გახლავთ შახტიორთა დღე და ამ დღისადმი მიძღვნილი არის სპეციალური პროგრამა, რესტორანი გუგუნებს, ბარი გუგუნებს, იქ კინოთეატრში ხალხია შეკრებილი, რაღაც კინოს უყურებენ და ამავე დროს ცემესის ყურეში, ანუ ყურიდან გადიხარ ნოვოროსის ძალიან საინტერესო აგებულება აქვს და ძალიან კარგი პორტი არის ყურეში მოქცეული, რომელამდეც ტალღები და შტორმი ვერ აღწევს ხოლმე. სხვა შორის ერთ-ერთი კრუიზის დროს მეც გავეჭედე ნოვოროსიისკში 2 დღე ვიდექით, იმიტომ რომ უბრალოდ გემი ვერ გამოვიდა ტალღების გამო ღია ზღვაში. ნახიმოვი გამოდის ცემესის ყურიდან, ხოლო დასავლეთიდან ცემესის ყურისკენ მოემართება კანადური ჭვავით დატვირთული, საკმაოდ მძიმე, საკმაოდ დიდი ზომის შრალმზიდი, რომელიც ნოვოროსიისკში უნდა შევიდეს და აქ ტვირთი ჩამოტვირთოს. გემს ქვია პიოტრ ვასიოვ.
ვასიოვის და ნახიმოვის კაპიტნები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს რადიოთი უკავშირდებიან და საუბრის შედეგად თანხმდებიან, რომ ვასიოვი გზას დაუთმობს ნახიმოვს, ნახიმოვი გავა ზღვაში და უკვე ამის შემდეგ შევა ვასიოვი ყურეში. ამ დროს მათ შორის მანძილი არის დაახლოებით 7 საზღვაო მილი, ეს გახლავთ 14-15 კილომეტრი, საკმაოდ დაშორებულები არიან ისინი ერთმანეთს და სამგზავროს კაპიტანი უკვე ხედავს შეუიარაღებელი თვალით ვასიოვის ნათურებს და კიდევ ერთხელ გადასცემს, მე ადმირალი ნახიმოვი ვარ, ბორტზე 1000-ზე მეტი მგზავრი მყავს, შემიძლია იგივე სისწრაფით ვიარო თუ არა, გამატარებთ? იქედან მოდის პასუხი. რა თქმა უნდა, გაგატარებთ, არანაირი პრობლემა არ არის, იარეთ იმავე სვლით, როგორითაც მიდიხართ. 22 საათსა და 59 წუთზე სამგზავრო ლაინერის კაპიტანი ვადიმ მარკოვი საბედისწერო შეცდომას უშვებს, იგი ტოვებს კოშკურას, რომლიდანაც იმართება გემი და თავის ფუნქციებს გადასცემს თანაშემწეს, გვარად ჩუდნოვსკის. საქმე იმაშია, რომ მან სოჭის პორტში დილით ადრე 6 საათზე უნდა შეიყვანოს გემი და ამიტომ გადაწყვეტს, რომ დაისვენოს, მით უმეტეს არანაირი პრობლემა არ არის, ამინდი გადასარევია, გზა თავისუფალია და წავა დასასვენებლად. ამ დროს უკვე მგზავრები, რომლებიც გემბანზე არიან, ამჩნევენ, რომ მათკენ დიდი სისწრაფით მოემართება გიგანტური ეს ტვირთმზიდი გემი. ჩუდნოვსკიც ამჩნევს თავისი კოშკურიდან ამ გემს და სასწრაფოდ გადასცემს ვასიოვის კაპიტანს, გვარად ტკაჩენკო იყო ეს კაცი, იგი უყვირის, რომ რა შვებით, ეხლავე უკან დაიხიეთ, თქვენ ხომ უნდა გაგეტარებინეთო. ტკაჩენკო იქედან პასუხობს, საკმაოდ აღელვებული ისიც, რომ ახლავე ჩვენ უკანასვლას ჩავრთავთ. ტკაჩენკო ეტაპობრივად იწყებს გემის შეჩერებას, ანუ ჯერ ნელსვლას, შემდეგ სრულ ნელსვლას, შემდეგ სრულ უკან საძლევს უკანასვლას, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა 10,000-ობით ტონით დატვირთული გემი ამ ხელა გიგანტი წყალში მოძრაობს და იმის შეჩერება, ან თქვათ გეზის შეცვლა ძალიან რთულია, ამისთვის კაპიტნები წინასწარ იწყებენ მანევრირებას, რომ რაღაც ნაერად ეს მანევრი ზუსტად ჩაატარონ, ამიტომ არიან, ამიტომ სწავლობენ ისინი აწლეულების განმავლობაში და ამიტომ ითვლებიან კაპიტნები ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროფესიად. ადმირალ ნახიმოვზე ცოტა მოძველებული სამართავი პულტი იყო, ამიტომ როდესაც ჩუდნოვსკი აძლევს მას რაღაც ბრძანებას ამ აპარატურას, აპარატურა ცოტა დაგვიანებით მოქმედებს და ყველაფერი ეს საბედისწერო მომენტები ერთმანეთს ემთხვევა. 23 საათსა და 12 წუთზე ვასიოვი ცხვირის ბულბით, ბულბა გახლავთ ცხვირის ნაწილზე დამაგრებული ესეთი მყარი რკინის მეტალის ნაწილი, აი ამ ბულბით როგორც დანა კარაქში, ისე შედის ნახიმოვის გვერდში. ნახიმოვი აი ამ გვერდში გარჭობილი გემით ინერციით აგრძელებს მოძრაობას და ვასიოვის ცხვირი როგორც კონსერვის დანა, ისე ხსნის მის გვერდს. რა თქმა უნდა, მომენტალურად წყალი შედის ამ გვერდებში და იმ ხარიხებიც ინგრევა, რომლებითაც არის გადატიხრული გემის შიდა ნაწილი და წამში 500 ტონა წყლის სისწრაფით იწყებს გავსებას ნახიმოვი. როგორც ამ კატასტროფას გადარჩენილი ხალხი ამბობს, დარტყმის მომენტში მომენტალურად გაითიშა დენი. წარმოიდგინეთ, გემი, ესეთ გიგანტური გემი, ეს ერთი დიდი დასახლებაა. დიდი დასახლებაა თავისი მთელი ლოგისტიკით და კომუნიკაციებით და უცებ ამ დასახლებაში ითიშება შუქი. ამ ვიწრო გასასვლელებში, კაიუტებში, ბარებში, რესტორნებში უამრავი ხალხია მოგროვილი. ხალხი აწყდება კედლებს, ღამეა. ვერაფერს ვერ ხედავს, გრძნობენ, რომ რაღაცა საშინელება ხდება, გემა გადახრა დაიწყო ძალიან სწრაფად. არიან მშობლები, რომლებსაც ქვედა პალუბებზე, კაიუტებში შვილები ყავთ დატოვებული. იმიტომ რომ დააძინეს ბავშვები და თვითონ ავიდნენ დროის გასატარებლად. ჩარბიან ამ ქვედა პალუბებზე, აქ უკვე წყალი მუხლებამდეა და ასევე აი ამ დარტყმის შედეგად ის კარადა, რომლებზეც გასაღები არის დაკიდებული, წაქცეულია. ამ გასაღების მოძებნაში ეხმარებიან ადგილობრივი სტიუარდესები, ახალგაზრდა გოგონები და ძალიან სწრაფად ქვედა პალუბა ივსება წყლით და ყველა იღუპება.
ნუ ვასოვი როგორც მხოლოდ ცხვირდაზიანებული გემი, რა თქმა უნდა, არ იზრდება და აქედან ხდება აი ცნობილი სიგნალის გადაცემა, რომელიც SOS, ანუ რომელიც იშიფრება ასე, გადაარჩინეთ ჩვენი სულები. და ეს განგაში სიგნალი, რა თქმა უნდა, ვრცელდება მთელ სანაპიროზე და ირგვლივ მდებარე გემებზე. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ კაპიტანი ვერც კი ასრებს აზრზე მოსვლას, სხვადასხვა ჩუდნოვს კი ჩადის კაიუტაში და იგი იკეტება და იგი ცოტა ხანში გემთან ერთად დაეშვება ზღვის ფსკერზე. ეკიპაჟი ცდილობს, რომ ჩაუშვას სამაშველო კატარღები, მაგრამ ეს არ გამოსდით, იმიტომ რომ გემი ძალიან სწრაფად იხრება გვერდზე. ვასოვიდან ჩანს, რომ წყალი მის ირგვლივ სავსე არის ადამიანებით. ზოგიერთი ჩაჭიდებული არის სხვადასხვა მცურავ საგნებს, ზოგიერთი უკვე გარდაცვლილია. ნახიმოვის ტრიუმები უკვე სავსე არის წყლით, გემი ტივტივის უნარს კარგავს და კიჩოთი, ანუ უკანა ნაწილით, ანუ წარმოიდგინეთ ზღვის ნაწილია, უკანა ნაწილს წყალში უშვებს. და გემი 45 გრადუსის დახრილობით რჩება წყალში. რჩება ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში. აი 45 გრადუსიდან დაწყებული, იგი როგორც ქვა, ისე იზრდება და ამ დროს წარმოქმნის ძალიან სწრაფ და დიდი ზომის მორევებს და ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და გემთან ახლოს იმყოფებიან, აი ეს მორევები ჩაითრევს და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქ იღუპებიან. სხვა შორის კგბ-ს გენერალი თავის ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ისიც იღუპება. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი არის ჯერ კიდევ წყალში დარჩენილი, ზოგიერთი მართალია უკვე გარდაცვლილია, მაგრამ დიდი ნაწილი ცოცხალია და ვასოვიდან უშვებენ კიბეებს, თოკის კიბეებს, მაგრამ აი ეს გენერალური კიბე, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს დაიტევდა, ეჭედება. ნუ ესეც ბედის ირონიაა. ხოლო ის თოკები, რომლებიც აი თოკის კიბეები, რომლებიც ჩაშვებულია, ძალიან რთული ასასვლელია. წარმოიდგინეთ მე-9 სართულზე, რომ თქვენ ახვიდეთ თოკის კიბეთი. ამას მხოლოდ 37 ადამიანი ახერხებს. კატასტროფის ადგილიდან ოდნავ მოშორებით დგას სასაზღვრო კატარღა. ეს კატარღა ადგილიდან არ იზრვის. ერთადერთი იგი, რასაც აკეთებს, ეს არის დიდი პროჟექტორის საშუალებით აი ამ ადგილს ანათებს. რატომ არ იზრვის კატარღა ადგილიდან? იმიტომ რომ იგი ეკუთვნის კგბ-ს ჯარებს. ზოგადად სასაზღვრო ჯარები კგბ-ს იყო დაქვემდებარებული. ამიტომ თუ ზემდგომი ორგანოებიდან მათ დაშვება არ მოუვიდათ და ბრძანება არ მოუვიდათ, მათ უფლება არ აქვთ, რომ გაინძრენ და არადა ამ კატარღას ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა შეეძლო. შეჯახებიდან ბერლინი, იგივე ნახიმოვი ზუსტად 7 წუთში იძირება. გაიხსენეთ აქ, რომ ტიტანიკი 2 საათის განმავლობაში იძირებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ძალიან სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიღებული. საბჭოთა პრესა, რა თქმა უნდა, დუმს, 1 სექტემბერია, რა დროს რაღაც კატასტროფებზე საუბარია, იქ ბაფთები უნდა გაიკეთონ გოგოებმა, ბიჭებმა ეს რაღაცა საშინელი მაუდის კოსტიუმები უნდა ჩაიცვან და ყვავილები მიართვან მასწავლებლებს, მაგრამ ვინც დაინტერესებულია და ვინც უსმენს დასავლეთის ხმებს, უკვე მეორე დღესვე იცის, რომ რაღაცა საშინელება ხდება შავ ზღვაზე, კერძოდ ნოვოროსიისკთან. და მხოლოდ 5 სექტემბერს ერთ-ერთ გაზეთში ჩნდება ძალიან პატარა ცნობა, სადღაც კუთხეში მიკუჭული, სადაც წერია 31 აგვისტოს მოხდა მშრალმზიდის და სამგზავრო ხომალდ ადმირალ ნახიმოვის შეჯახება. ავარიის შედეგად სამგზავრო გემი ჩაიძირა. დაზარალებულებს აღმოუჩინეს დახმარება. არის მსხვერპლი. შეიქმნა საგამოძიებო კომისია ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის მინისტრ საბჭოს პირველი მოადგილის სამხანაგ ჰეიდარ ალიევის მეთაურობით. სულ ეს არის. ანუ უკვე თითქმის 1 კვირაა გასული, საბჭოთა კავშირში კი ცხოვრება საამურია. ისე არ გახსენებთ ზოგიერთ ჩვენს პროპაგანდისტულ არხს, რომლებიც თქვათ იგივე დღევანდელ სიტუაციას სადღაც მარსიდან რომ იღებენ ხოლმე და ხალხს ეუბნებიან, რომ მხოლოდ 10 თუ 12 შიზოფრენიკი დგას დღეს აქციაზე. ალბათ ასეთი კატეგორიის მართველები ვერაზროს ვერ სწავლობენ ჭკუას და სხვა შორის მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა, ხელისუფლება ძალიან სწრაფად ენგრევათ ხოლმე ასეთ ადამიანებს თავზე. და რაც უფრო ჩქმალავს ადამიანი ზოგადად დაავადებას, იგი თავის თავს მაინც გამოაჩენს და გამოაჩენს გაცილებით მძაფრად, ვიდრე თუ მას დროზე უმკურნალეთ. მოკლედ, ადმირალ ნახიმოვი, ყოფილი ბერლინი,
შავი ზღვის ფსკერზე 47 მეტრის სიღრმეზე ეშვება და გვერდზე წვება. მთელი საბჭოთა კავშირიდან მოხალისე მოყინთავები ჩადიან ნოვოროსიისკში და ითხოვენ, რომ გემიდან დაღუპულების სხეულები სამოტანა დაავალონ მათ, მაგრამ აქაც საბჭოური იდუმალება და საიდუმლოს დაცვის მექანიზმი ირთვება, მხოლოდ და მხოლოდ კგბ-ს გამოცდილი მყინთავები ჩადიან წყალში და მათ ამოყავთ 423 ცხედარი. აქედან 359 მგზავრია, ხოლო 54 ეკიპაჟის წევრია. კიდევ 64 ადამიანის ცხედარი რჩება გემზე. ამ სამაშველო ოპერაციის დროს 2 მყინთავი იღუპება და ერთ-ერთი ჭკუაზე იშლება, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება იმის გამო, რომ მან შემთხვევით შეიხედა იქ, სადაც 4 ბავშვი იყო კაიუტაში დარჩენილი. ამ ფაქტების შემდეგ სამაშველო ოპერაცია წყდება, დაწყევლილი გემიდან კი დღემდე ამოდის მაზუთი და ამით თითქოს ადამიანის უგუნურებაზე მიგვითითებს. გადარჩენილებს სახელმწიფომ კომპენსაცია გამოუყო 20 მანეთის რაოდენობით. როგორც შემდეგ ყვებოდნენ, მათ 3-3 ბოთლი არაყი მოუვიდათ ამ ფულად და კარგადაც იქეიფეს თავიანთი გადარჩენა. ალიევი შეხვდა დაღუპულების ოჯახის წევრებს და მათ შეპირდა, რომ აუცილებლად დახვრეტდნენ მარკოვსაც და ტკაჩენკოსაც. საკმაოდ დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ესეთ საჩვენებელი სასამართლო ამ კაპიტნების, მაგრამ მოსამართლემ საბოლოოდ დაინდო ეს კაპიტნები, იმიტომ რომ ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იყო ამ ავარიისა და 15 წელი მისცა მათ. 7 წლის შემდეგ, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირი დაიშალა, ორივე გაათავისუფლეს, 2007 წელს მარკოვი ოდესაში გარდაიცვალა, ხოლო ტკაჩენკო ისრაელში გადავიდა, იქ კაპიტნად დაიწყო მუშაობა და ისიც 2007 წელს კანადის სანაპიროებთან კაპიტნის რანგში მოყვა საშინელ შტორმში, გემი დაიღუპა და მათ შორის დაიღუპა ტკაჩენკოც. ახლა კვლავ გუშინ წინდელ კატასტროფას დაუბრუნდეთ. როგორც უკვე ვთქვი, ქერჩის სრუტე არ არის გათვალისწინებული დიდი ზომის და გრძელი ტანკერებისთვის. ვოლგანეფტის ტიპის გემები გახლავთ, როგორც თვითონ სახელი მიუნიშნებს, მდინარე საზღვაო ტიპის ტანკერები. ისინი არ არის განკუთვნილი საზღვაო შტორმებისთვის. ამ ტიპის გემებს აშენებდნენ 50-იან წლებში გასული საუკუნის და აქტიურად იყენებდნენ მეტრი, სიგანი არის 7 მეტრი, ეს ფაქტიურად წაგრძელებული ფანქრის ფორმის გემია. როდესაც ისინი ზღვაში გაიყვანეს უკვე რუსებმა, გააკეთეს ძალიან საინტერესო რამ. აი ეს 140 მეტრიანი სოსისი წარმოიდგინეთ, გაჭრეს შუაზე, შუა ნაწილი ამოიღეს და წინა და უკანა ნაწილი ერთმანეთს მიადუღეს. და კვლავ აი პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოქმნილი სიტყვები მახსენდება, გვინდოდა კარგად გამოსულიყო, მაგრამ გამოგვივიდა როგორც ყოველთვის. ანუ რა ამ შედუღების ადგილზე გადაიხსნა ორივე გემი, ის 2007 წელსაც და გუშინ წინაც. რატომ მოხდა ეს? აი წარმოიდგინეთ, აი ეს გრძელი გემი, რომელიც არ არის განკუთვნილი ასეთი ტალღებისთვის, როგორც შავ ზღვაზე იცის, როდესაც მას ქვემოდან ტალღა აწვება ცენტრალურ ნაწილში, სიმძიმის ძალით გემი იღუნება აი ესეთნაირად. შემდეგ, როდესაც ტალღა დაიწევს, გემი იღებს აი ესეთ ფორმას. რა თქმა უნდა, მე ახლა უტრირებას ვაკეთებ, ასეთი მოძრაობა არ ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს მცირეოდენი მოძრაობებიც კი, რომლებიც პერიოდულად და ზოგჯერ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, იწვევს რას? მასალის დაღლას და უბრალოდ ყველაზე სუსტ ადგილას კონსტრუქცია იშლება. ამ შემთხვევაში შედუღების ადგილას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც და ალბათ ყველას გინახავთ, რომ გემს მუდმივად ღებავენ. მუდმივად ღებავენ სპეციალური საღებავით და ეს საღებავი იცავს მას კოროზიისგან, უნდა იცავდეს ყოველ შემთხვევაში. კოროზია ეს არის გემების მტერი, იმიტომ რომ გაცილებით აგრესიულია ზღვის წყალი ვიდრე მტკნარი წყალი, მასში გახსნილი მარილების გამო. და როგორც უკვე ვთქვი, 70 წლის გემი, რომელიც არ არის სათანადოდ მოვლილი, 10-ჯერ გადაჭრილ-გადმოჭრილი, მიდუღებულ-მოდუღებული და ისეთი ადამიანების მიერ, რომლებსაც ხელები
ტანს ქვემოთ ეზრდებათ, ასეთი გემი, რა თქმა უნდა, ყოველთვის საშიში არის და ყოველთვის შეიცავს რისკებს, რომ იგი მას რაღაც მოუვა. ყველა რუსულ გემს ჯანდაბამდე გზა ქონია, ჩვენ ახლა ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, თუ რა გაზეგავლენას მოახდენს აი ეს ჩაღვრილი მაზუთი შავი ზღვის ეკოლოგიაზე და ზოგადად ჩვენ სანაპიროზე. უკვე ვთქვი, რომ გადახსნილი ტანკერიდან 4200 ტონა მაზუთი ჩაიღვარა შავ ზღვაში. მეორე გემით საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა ჯერჯერობით არ მოდის ცნობები, რომ იქაც გაჟონა მან. მოგეხსენებათ, მაზუთი არის წყალზე მძიმე, იგი იძირება წყალქვეშ, ედება ფსკერს და ფსკერზე ყველაფერს სპობს. ხოლო მისი შემადგენელი მსუბუქი ნაწილები წყალზემოთ ტივტივებს და უკვე ტალღების საშუალებით ნაპირზე გამოდის და უკვე ნაპირს ანადგურებს. მოაღწევს თუ არა დაბინძურება ჩვენამდე. საბედნიეროდ შავ ზღვაზე გაბატონებული დინებები არის საათის საწინააღმდეგო მიმართულებით, ანუ ამ ნავთობის პროდუქტებს ჩვენგან შორს აიღებს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ზღვა არ გახლავთ ესეთ დაკეტილი სისტემა, იგი საკმაოდ ღიაა, თევზები და პლანქტონი და დელფინები არ ცნობენ საერთაშორისო საზღვრებს, ისინი მუდმივად მიგრირებენ და რა თქმა უნდა, ასეთი მიგრაციის დროს თევზის ნაწილი გაიღუპება, როდესაც ასეთ წყალში მოხვდება, მაგრამ ნაწილი ჩვენამდე მოვა, ხო? და მაინც სასიამოვნო არ არის ამ ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილი თევზის ჭამა. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ კატასტროფა აი ესეთ გლობალურ ხასიათს არ მიიღებს. არის კიდევ ერთი საინტერესო და ჩვენთვის ძალიან ყურადსაღები მომენტი. უცხოური აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთში ფაქტიურად აღარ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი არასამთავრობო ეკოლოგიური ორგანიზაცია, ისეთი როგორიც არის ვთქვათ Greenpeace, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი და სხვა ესეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებულ ანგარიშს გამოაქვეყნებდნენ, შეისწავლიდნენ ამ პრობლემას და უკვე გააცნობდნენ ადამიანებს. მოგეხსენებათ, რუსეთი ისტორიულად ყოველთვის ფეხზე იყიდებდა ზოგადად კაცობრიობის და პლანეტის აზრს, მუდმივად რაღაც გაბუტულია ბავშვის პოზიციაში იდგა ხოლმე და აქედან მოდის ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანასთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ იგი ჩვენი მეზობელია. გაუთავებელი ომებიდან დაწყებული და ეკოლოგიური კატასტროფებით დამთავრებული. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, ღმერთმა შეგარგოთ და გემრიელად მიირთვით ლობიანები და შავი ღვინო. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით კვლავ ძალიან საინტერესო თემებით და იმედია ეს თემა გაცილებით პოზიტიური იქნება ვიდრე დღევანდელი. ნახვამდის.